გილოცავთ აღდგომის წინვალე დღესასწაულის მერქმა მაგრი ძალა და მშვიდობა მოგცეს შვილიერება ვინც აქ მოსულ ხართ შვილიერებისთვის და სამადლობელად მოსულ ხართ ვისაც შეგისრულდა მერქმა დაგლოცოთ გაგაძლიეროთ და მერქმა მშვიდობა და სიხარული მოგცეთ ქრისტეს აღდგომის გარეშე სიცოცხლე არ იქნებოდა სრულფასოვანი ზოგადად თვითონ ადამიანის სიცოცხლე გადაიქცეოდა ის ცხოველის სიცოცხლე რომელიც კვდებოდა დამთავრდა და ქრისტეს აღდგომით ადამიანი ჯოჯოხეთიდან ამოვიდა და საბოლოო ჯამში ყველა ადამიანს მიეცა შანსი სასუფეველში დამკვიდრებისა და უფლის წყალობით და მადლით ჩვენ დღეს აღდგომის სიხარულით ჩვენ ყველა მოველით სასუფეველსა ცათასა და ეს სასუფეველი ჩვენ თვითონ უნდა მოვიპოვოთ უფალმა გაგვიხსნა კარები მაგრამ ამ კარებში უნდა შევიდეთ თუ ჩვენ უარც ვამბობთ კარებში შესვლაზე მაშინ კარები ღია დარჩება და ჩვენ ვერ შევალთ ამიტომ ის ვინც იღწვის თავისი სულისთვის ის უფლის იმედით და უფლის აღდგომის მადლით მიდის უფლის გზით სასუფევლისკენ და ეს უფლის გზით სასუფევლისკენ არის უფლის ანდერძის მიხედვით სამი რამ არის ყველაზე მთავარი ერთი არის ჭეშმარიტება ანუ შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს ანუ შენ ჭეშმარიტების მიმართ უნდა გქონდეს ძალიან მტკიცე დამოკიდებულება მაგრამ ჭეშმარიტება და სიმართლე ერთი და იგივე არ არის სიმართლე თემი შენი მისი და 1000 რაღაცა ხშირად სიცრუეა სიმართლეს რო ამბობ ჭეშმარიტება თვითონ უფალია და მას უნდა შევეკითხოთ ის რასაც ჩვენ ვფიქრობთ ის არის ჭეშმარიტება თუ არა ჭეშმარიტების სულით უნდა ვიაროთ ეკლესიაში არის ჭეშმარიტების სული უფალმა გახსოვთ თქვენ აი როდესაც სულთფოფენობა მოხდა სული წმინდა გადმოვიდა და შეიქმნა ეკლესია ეს ქრისტიანული ეკლესია და ამ ქრისტიანულ ეკლესიაში უფალმა გვითხრა ჭეშმარიტების სულით იარეთო და ეს არის ყველაზე მთავარი თვითონ გვითხრა ჭეშმარიტების სიტყვა და დაგვიტოვა წმინდა წერილის სახით რომელსაც ჩვენ ვკითხულობ და ვიცით რომ ეს უფლის ნათქვამია და უფლისაგან გამგზნობილი ადამიანების ჭეშმარიტი სიტყვა სული წმინდის მადლით ხმული და ამავე დროს ეკლესიის სწავლება და ეკლესიის ლოცვა კურთხევა მოქმედებს ყველა ჩვენთაგანზე ვინც ეკლესიას ერთგულებით შეუდგება და ეკლესია ერთადერთი რამისთვისაა შექმნილი უფლისაგან ჩვენი სულის ცხონებისთვის სხვა დანიშნულება ეკლესიას არ აქვს და ამ სულის ცხონებისთვის ჩვენ ეკლესიაში უნდა ეკლესიის წესით ვიმოქმედოთ და არა თვითნებურად როგორც მეჩქარება სად გეჩქარება უფალთან მიდიხარ ერთხელ იყო ასეთი ვითარება აი იერუსალიმში უფლის საფლავთან მისასვლელთან რიგში ვდგავარ და იქ მიცნეს მამებმა და მოდიო შემოდიო ურიგოთო მეოთხარი არ შემოვალ მეთქი მე უფალთან მივდივარ და ურიგოთ უფალთან როგორ მივიდებ ეთქის ხალხი რო დგას იმათთან ერთად მეჩევალ მე მგონია ეს უფრო სწორია ვიდრე რა უნდა მოიგო რა დრო უნდა მოიგო ყველაფერი ღვთის ხელშია ის დროც ღვთის ხელშია და როდესაც გეუბნევიან აქედან ზედახურას ნუ შექმნი და ზიარების დროს აყალმაყალი არ არის საჭირო ხო რატომ იმიტომ რომ ეზიარო ღირსეულად ნორმალურად რომ შენ ეს შეგერგოს ისე შემოხო ასე გახო რა პრობლემა გაქვს და რა დროში უნდა წააგო ისეთი რომ ეხლა აქ მოხვედი ამდენი ხანი იყავი და უცებ გადაწყვიტე რომ ზიარებაზე მივარდე რაღაც უკადრისად და უაზროდ და მე ესე იგი ვითომ რა მოიგე ეხლა ამიტომ ეს ძალიან ისე უნდა უყუროთ ჩვენს აქციას რომ სად არის უფალი და როგორ ვიქცევით უფლის წინაშე ხო ეს მაღაზიის რიგი არ არის რომ აქ რაღაცა იქიდან თავზე გადახდე და აქ არის უფალთან მოდიხარ სისა და ხორცს ეზიარები ამიტომ ძალიან დიდი მოწიწებაა საჭირო უფალთან მივიდეს ისე ღვთის წინაშე მართლები რომ ვიყოთ და რომ უფალმა შეგვიწიროს ეს ჩვენი ჯაფა
ტვირთო აი ამ ტვირთისა მოსული ვარ ზოგი შუაღამე აქ მოვიდნენ და დილამდე აქ არიან და ასე ათენებენ და რა დარჩა იქამდე რომ ზიარებამდე მოხვიდე ხო ანუ მოდი ისე რომ ნორმალურად რა უფლის წინაშე წარდექი ისე რომ შენს გიხაროდეს და უფლის წინაშე სწორი იყო ვიღაცამ დაიწყო რომ ასე ადრე არ იყო ზედახორა შეიძლება იყო მაგრამ ჩემთვის ახლა ამას ნიშნულობა არ აქვს მე მინდა რომ თქვენ ეკლესიაში სწორად აღიზარდოთ რომ ეკლესიის წინაშე მართლები იყოს და ღვთის წინაშე რაც ყველაზე მთავარია ეკლესია მოგეხმარება თამაში მაგრამ ეკლესია ღმერთს არ ჩაგინაცვლებს ღმერთი თქვენ გულებში უნდა დაიბადოს და ეკლესია ამ გზას გიჩვენებს ეკლესიაში არის სულიწმინდა რომლითაც მოქმედებთ და ეს სულიწმინდა არის ის ძალა რომლითაც ჩვენ შეგვიძლია რომ ყველაფერი კარგი გავაკეთოთ მათ შორის აი შვილიერებისთვისაც რომ სწორად მოიქცევი შინაგან და სიმშვიდით მოიქცევი ვერ შეხვეწები მოგცემს თუ არ მოგცა ისიც იცოდე რაღაცა ვერ გააკეთე რაღაცა არ არის საჭირო და ამიტომ შენ უფალს კი ნუ გავწრები შენ თავში ჩაიხედე რა არის და როგორ არის და თუ საერთოდ არ არის საჭირო ხო იმიტომ რომ უფალს ასე მიაჩნია მადლობდე ღმერთს მაინც იმიტომ რომ უფლის სამადლობელი ყველაზე მთავარია როცა მოგეცემათ მაშინაც რომ გიხარიათ უფალს მადლობა შეეცილე აი ესა ჭეშმარიტების სული ანუ ეკლესიაში დავანებულია ეს ჭეშმარიტების სული და ჭეშმარიტი სიტყვა აგერა გვაქვს ჩვენ წმინდა წერილში ასევე რა ძალიან მნიშვნელოვანია რაც არ უნდა ჭეშმარიტების სულით მოქმედებდე თუ სიყვარული არ არის შენში არაფერი არ არის ყველაფერი რაც აი სასწაულებით რო აკეთო თუ სიყვარული არ აგაქვსო არაფერი არ არის ესეც ანდერჩი გვითხრა უფალმა სულ იმეორებს რომ იყვარებოდეთ ურთიერთას როგორც მე შეგიყვარეთ როგორც მამას უყვარ ვარ მე და მე მიყვარს მამა ასე გიყვარდეთ თქვენ ერთმანეთში და მამა და ძე და სულიწმინდა ანუ ყველას გვეუბნება რომ უფლის წინაშე სიყვარულით ვიყოთ და ერთმანეთთანაც ასევე ვიყოთ სიყვარული ოღონდ ეს სიყვარული არ უნდა თვითონ სიტყვა სიყვარული არ უნდა გამოვიყენოთ არასწორი დანიშნულებით ჩაუკვირდეთ რას ნიშნავს სიყვარული და სიყვარული არის უფალმა როგორ ბრძანა თქვენ როგორ იტყვით მე არ ვიცი იმიტომ რომ ზოგს ისე გონია ზოგს ასე გონია და უფალმა თქვა და უფალს უნდა დაუჯეროთ რომ სიყვარული გამოვლინება არის როცა შენ თავს დადებ მოყვასისათვის აი ეს არის ანუ თავს რო გაწირავ მოყვასისათვის აი ეს არის სიყვარული ანუ მაქსიმალური გამოვლინება სიყვარულისა ეს არის ანუ შენ ანგარებით არ უნდა მიუძგე სიყვარულს არც იმისთვის რომ აი ცოლა წაიყვანო ან სფრა და რაღაცა ეს არ არის სიყვარული ამისთვის არ უნდა იწოდე ეს არის შეიძლება რაღაცა ამბავში ზოგადად გატაცება იყოს რუშობის სურვილი იყო 1000 რამე თუ შეძლებ იმ ადამიანისთვის თავი დასდო შინაგან ამისთვის ზადახარ ვისთანაც გინდა რომ ერთად იყო მაშინ ეს სიყვარულის ღირსია შენი ეს შინაგანი განწყობა და აქეთ უნდა ადამიანური სიყვარული ესე და უფლის წინაშე სიყვარული უფლის სიყვარული თავად ეს ისე რომ წინ არაფერი არ უნდა დააყენო და არავინ არ უნდა დააყენო ღმერთის წინ არც მამა არც დედა არც ცოლი არც შვილი არავინ უფლის წინაშე არავინ უფლის წინაშე კი არა უფლის წინ თორე უფლის წინაშე ყველა უნდა ვიდგეთ და უფლის წინ არავინ უნდა დააყენო და უფალი უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ ყველაზე დიდი იმის ზევით არაფერი არ უნდა დავაყენოთ უფალთან უნდა ვიდგეთ მთელი დიდი სიყვარული და მთელი ერთგულები და კიდევ ერთ რამეს გვეუბნება უფალი ერთად იყავით ერთობით ვიყოთო მამა და მეო ერთი ვართო ამბობს უფალი და თქვენც ჩემთან ახართო და ჩემითო ღმერთთან ახართო ანუ ფაქტიურად ჩვენი ერთობა ღმერთშია და ანუ ღმერთი ერთობა ნიშნავს იმას რომ
ჩვენ უფლის წინაშე სიმართლით გავართ, ანუ ჭეშმარიტებით გავართ და სიყვარულით გავართ. უყურეთ, და ამიტომ ეს ჩვენი ერთობა ჭეშმარიტებაში და სიყვარულში ღვთის წინაშე ეს არის სწორედ ის, რითაც შეუძლია ადამიანს თავისგან გაიკვლიოს ამ წუთის სოფელში, რაც არ უნდა მოხდეს თავზე, რომ დაგვემხოს ყველაფერი, ჩვენ თუ ეს სამი რამ გვექნება, ანუ ჭეშმარიტების ერთგულება, სიყვარული და ერთობა ღმერთში, ვერაფერი ვერ გადაგვიღობავს გზას სასუფევლისკენ და ჩვენი მიზანი არ არის ამ ცხოვრებაში კეთილდღეობა, ჩვენი მიზანი არის სასუფეველში დამკვიდრება. და ეს შვილებიც იმიტომ გვინდა რომ გვიხაროდეს და მათთვისაც გზა უნდა გავყოლოთ მათთვის სასუფევლისკენ. და არა ისე უბრალოდ დაიბადა და შენთვის სათამაშო, მაშინ იყიდე ის სათამაშო და ეთამაშე, რამდენი გინდა. ბავშვი რო ყავს, ის შენი არა, უფალმა მოგცა, ის შენი არა პირადი. ის ღმერთმა მოგცა და ღმერთმა რომ მოგცა, მადლობდე ღმერთს და აღზარდე ისე რომ ღვთის წინაშე კარგი ბავშვი გაიზარდოს და ალალი ბავშვი და ერთგული ღვთისა და ბოლოს უკვე მანაც ისწავლოს სასუფევლისკენ გზის გაკვლევა. აი ეს არის. თორე ბავშვი ისე რომ ყავდეს მხოლოდ სისულელია. თუ ბავშვი არ აკავს იმისთვის, რომ შენ უფლის წინაშე აღზარდო იგი და თუ შენ აღზრდი მას და უფლის წინაშე წარადგენ, როდესაც უნდა უფალს, მაშინ წაიყვანს თავისთან ეს ერთია და ამის გამო არ უნდა იყოს ერთი ამბავი. და მეორე არის უამრავი მაგალითი გვაქვს ძველ აღთქმაშიც და ახალ აღთქმაში. როგორ უდგება უფალი, ზოგი პატარა მიყავს, ზოგი დიდი მიყავს, ზოგი საერთოდ მოხუცდება და უამრავი წელი გაივლის და მერე წაიყვანს, ეს ღვთის ხელშია. არც ერთ შემთხვევაში არ არის უდროო წასვლა. ჩვენ რომ უდროო არავინ არ მიდის უდროოდ, მიდის ყველა თავის დროზე, როცა უფალი მოიხმობს. და თავარია რომ ისე წავიდეს, რომ უფალთან მისასვლელი გზა ქონდეს. და ამ შემთხვევაში პატარებს უფრო აქვთ ეს გზა, იმიტომაც როდესაც პატარა მიყავს, ანგელოზი მოევლინება ოჯახს ფარველად. როცა პატარა წავა, ასე რომ ნუგეშათ იმათვის, ვისაც პატარა გარდაეცვალა, იმათვის ეს არის, რომ ეს პატარა ანგელოზი ყავთ ზეციდან მისთვის და ესე იგი მათთვის ფარველად. ხო, ის ბავშვი რო გეყოლება და უკეთურად გაზდი, მერე ის ბავშვი შენ ძალიან დიდ სიმძიმეს დაგადებს ხრებზე და ცხოვრებაშიც გაგიჭირდება. ამიტომ რაღაც ეს ყველაფერი უნდა ისე გავაკეთოთ, რომ უაზრო სურვილი შვილიერებისაკი არ უნდა ქონდეს, რომ მიზანი უნდა ქონდეს ამ შვილიერებას, რომ შვილი ყავდეს უფლისაგან ბოძებული და ეს ხედავდე, რომ ღმერთმა მომცა. და უფლისათვის უნდა გაამზადო ის ბავშვი, რომ უფლის წინაშე მართალი იყოს. დანარჩენი შენი მშობლიური მოვალეობა უკვე ეს არის, რომ ღმერთის გზაზე დააყენო. დანარჩენი თვითონ ბავშვმა უნდა გაიზრდება, გადაწყვიტოს ყველაფერი როგორ მოიქცევა და რანაირ. მერე მასზეა პასუხისგებლობა. სანამ იზრდება, მანამდე თქვენია პასუხისგებლობა მშობლებისა, ვისაც არ აკავთ ჯერ მოგცეთ ღმერთმა და აი ამ განწყობით და უფალთან რომ დადგები და თხოვთ შვილს, აი ასე თხოვეს, რომ შენთვის მინდა და შენთვის აღზრდი და ასე შემდეგ. და უფალი როგორც შეიძლება ის ბავშვი ისეთი ღვთისმიერი გაიზარდოს, რომ თქვათ მონასტერში აღეკვეცოს, შეიძლება წავიდეს, თქვათ სასულიერო პირი გახდეს და ასე შემდეგ. არ უნდა დააბრკოლოთ ბავშვები ამ გზაზე, რომ ამ გზით თუ წავიდნენ, თქვენგან არ უნდა იყოს რაღაცა ისა. რაღაც პერიოდი უნდა თქვათ ურთიერთობით ესე სანამ ჩამოყალიბდებიან, მანამდე უნდა მივცეთ საშუალება ჩამოყალიბებისა, მერე ღვთისნება იყოს და იყოს ნება ღვთისა. შენთვის ყარ გინდა, შენ ღვთის წინაშე მოგეცა სიხარული და ის შენი შვილი სადაც წავა ღვთისნიერი გზით, ყველგან კარგი გზა, იმიტომ ღვთისნიერი გზა ყველგან მადლიანი. ასე რომ აი ამ გზას მივყვეთ და აი ამ შინაგანი განწყობით ვიყოთ. ეხლა ჩვენ სამადლობელ ლოცვას ვიტყვით ზიარებისას და ესე იგი შემდეგ უკვე გავალთ იქ ბაქანზე ავალთ და იქ წავიკითხავთ შვილიერებისთვის პარაკლისს და ვისაც გნებავთ, იქ მეტია ადგილი და ვინც ვერ ვეტევით ტაძარში, აი გზევით მერე უკვე ყველა ერთად
ესე იგი დავდგებით და ნაკურთხი წყალი დაგჭირდება და ნუ რა ვიცი წიგნა ყველაფერი ფაქტიურად საცეცხლური რაც საჭიროა და ხატი გამოვაბრძანოთ კიდე ოღონდ ეს იქნება ცოტა ხანში სამადლობელი ლოცვას ვიტყვით და მერე წავალ ძევი ღმერთმა დაგლოცო და გაგაძრიო ჩვენთან არის ღმერთი